საკმაოდ ბევრი რამ გაირკვა სხდომებზე, რომლებიც ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც ვაპირის, ასევე 11 პირის საქმეებზე. ქრონოლოგიურად მივყვებით სასამართლო დარბაზში განვითარებულ პროცესებს. დავიწყოთ 8 პირის საქმის განხილვით. ამ 8 პირიდან 3-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე დავებიან და მათ შორის არიან ზვია ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხვია კასრაძე. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში წარმოდგენილი და საქმეში ჩადებული, ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც ატვირთული არის დაფიონის გვერდზე. ეს იყო პირდაპირი ეთერი, სადაც პროკურატურის მტკიცებით ზვიად ცეცხლაძე მოუწოდებდა მოქალაქეებს და მის, როგორც პროკურატურა აცხადებს, მის თანამზრახველებს ძალადობის ჩადენისკენ, ძალადობისკენ პოლიციელების წინააღმდეგ და მათთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ. თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ აი ამ ვიდეო მასალას ხმა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს ხმა არ აქვს დაცვის მხარისთვის წარმოდგენილ ვიდეო მასალების შემთხვევაში, ხოლო პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საქმეში არსებულ აი ამავე ვიდეო მასალას 14 წუთიან ვიდეო მტკიცებულებაზე არის საუბარი, ხმა აქვს. დღევანდელ პროცესზე ამ საქმეზე, 8 პირის საქმეზე დაიკითხა უფროსი გამომძიებელი ლევან ბასილაძე. მან ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება რამდენიმე პირის მიმართ, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის არის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა, შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარება და აქ ყურადსაღები არის ერთ-ერთი ფაქტი, რომ ვასილ კაძელაშვილის და ვეფხვია კასრაძის ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია იმედის Facebook გვერდზე იყო ატვირთული და დაცვის მხარის მტკიცებით არის დამონტაჟებული, ანუ არ ასახავს სრულ სურათს, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და რა გარემოებაზეც საუბრობდნენ ბრალდებულები. დაცვის ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ამ ვიდეოში ვასილ კაძელაშვილი და ვეფხვია კასრაძე საუბრობენ მსხვერპლზე, რომელიც იყო აუცილებელი, რომ მოჰყოლოდა საპროტესტო აქციებს ახალ წლამდე. ეს დაადასტურა მათ შორის უფროსმა გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ. მისივე მტკიცებით ვასილ კაძელაშვილი და ვეფხვია კასრაძე, ეს ბრალდებულები, საუბრობდნენ ასევე ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერის კახი კალაძისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაზიანებაზე ცეცხლის წაკიდებით, როგორც ამას ამბობდა ბრალდების მხარის მოწმე. ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას ვეფხვია კასრაძეც ჩაერთო კითხვის ფორმატში, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა ამ დროს სასამართლო სხდომა და მან დაუსვა კითხვა მოწმეს ჩატარდა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა ბრალდებულთა ხმების ავთენტურობის დასადგენად, რაზეც მან უარით უპასუხა და ლევან ბასილაძემ განმარტა, რომ მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, სხვა ექსპერტიზებთან დაკავშირებით კი მას ცნობა არ აქვს. ასევე ამავე მოწმე გამომძიებელმა ჩაატარა სახლის ჩხრეკა თოუნიკე გოშაძის შემთხვევაში, როგორც თოუნიკე გოშაძე ამბობს, თავდაპირველად, როდესაც მასთან მივიდა გამომძიებელი, მან იცრუა, რომ ის იყო GVP-ის, ანუ თბილისის წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი და სინამდვილეში იყო კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომლის მიზანი იყო თოუნიკე გოშაძის დაკავება. ნივთ მტკიცებად თოუნიკე გოშაძის სახლიდან აქვე გეტყვით, რომ არის ამოღებული საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე ის ტანსაცმელი, რომელიც თოუნიკე გოშაძეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ეცვა. დღევანდელ პროცესზე ზვია ცეცხლაძის ინტერესებს გუჯა ავსაჯანიშვილი იცავდა იმის გამო, რომ დავით ჩიკაიძე, ზვია ცეცხლაძის ადვოკატი, დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო. დადასტურდა ის, რომ ბრალდების მხარე ზვია ცეცხლაძეს 14 წუთიან ვიდეოში ედავებიან იმას, რომ თურმე ვინმეს რაღაც მოუწოდებდა და რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა ვერბალური სახით, მაგრამ ბრალდების მხარეს თურმე საქმეში უდევს 14 წუთიანი ვიდეო, სადაც ედავებიან, რომ ზვია ცეცხლაძე რაღაც ლაპარაკობს და ამით დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვიდეოს ხმა არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებით ამ ვიდეოს ნაწილში ბრალდება ვერ დაუდასტურდება ზვია ცეცხლაძეს მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არაფერი არ ისმის და ეს ყველაფერი დაადასტურა ასევე მოწმემ, რომელიც იკითხებოდა, რადგან საოქმოდ გჭირდებოდა ეს და თავადვე განაცხადა, რომ ამ ვიდეოში არანაირი ხმა არ ისმის, რომელიც მას დათვალიერებული ჰქონდა და ხმა ყოფილა. ამტკიცებულებას რაღაც რომ გაიზიარო ელემენტარულად ხომ უნდა ისმოდეს. დღევანდელ სასამართლოს პირობებში არ ვიცი მე რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოში ხმა არ ისმის. დაიკითხა გამომძიებელი ბასილაძე, რომელმაც ფაქტობრივად მოიპოვა ინტერნეტიდან გადმოწერა ის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზე თვითონაც სუეთოსკე რეალურად ბრალი აქვს წარდგენილი ვეფხვია კასრაძეს, ეს არის მტკიცებულება, რომელიც ფაქტობრივად არანაირი შეფერილობაში არ არის მოცემული სასამართლოს საქმესთან. არც კი უცდია გამოძიებას
რომ ჩაეტარებია მოცემულ ვიდეო კადრებზე ექსპერტიზა არც დაუდგენია ვის მიერ არის გადაღებული არც ის დაუდგენია როდის არის გადაღებული და ფაქტობრივად ამ მტკიცებულებას წარდგენა ბრალთან არ აქვს. გარდა მოძრაობა დაფიონის გვერდზე ატვირთული ვიდეო მასალისა, ზვიაცეცხლაძის საქმეში, ოქმში არის ჩაწერილი ასევე ის კომენტარები Facebook გვერდზე, რომელიც დაფიონის ვიდეოს ქვეშ არის განთავსებული. ეს არის მოქალაქეების კომენტარები, საუბარია 83 ასეთ კომენტარზე და დაცვის მხარის შეკითხვაზე ჩატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები მათი ავტენტურობის დასადგენად და ჩატარდა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ დაედგინათ ეს მოქალაქეები ნამდვილი ეგრეთ წოდებული Facebook აკაუნტებით იყვნენ შესულები, Facebook ანგარიშებით იყვნენ დარეგისტრირებულები, თუ ეს იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კომენტარები, ამაზე მოწმეს პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება 11 პირის საქმეს, დღეს შედარებით სწრაფად წარიმართა ეს პროცესი. აქაც ერთი მოწმე გამოიკითხა ზვიაცეცხლაძის და დანარჩენი 7 პირის საქმისგან განსხვავებით. ეს პროცესი 25 წუთში დასრულდა და დაიწყო თავად საათნახევრის დაგვიანებით. ნინო გალუსტაშვილმა მოусმინა ბრალდების მხარის მოწმეს დავით ზეგარდელს, ეს არის შინაგანსაკმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებული სტატუსით არის წარმოდგენილი. ის ამბობს, რომ 1 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 6-7 საათისთვის მივიდა პარლამენტის შიდა ეზოში, განლაგდა იქ ოცეულთან ერთად და საღამოს 10 საათისთვის ვითარება დაიძაბა, როგორც ის ამბობს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო ქვების სროლა, ასევე სხვადასხვა რკინის ნივთების სროლა, რის შედეგადაც მან მიიღო მარჯვენა წარბის დაზიანება და გადაყვანილი იყო სამედიცინო დაწესებულებაში თანამშრომლების მიერ. დაცვის მხარის კითხვაზე იცოდა თუ არა რა ღონისძიებაზე იყო მისული პოლიციელი, მან უპასუხა, რომ ეს უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრის ციტატა რაღაც განცხადებას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ანუ კონკრეტულად ბრალდების მხარის მოწმემ არ იცოდა რას უკავშირდებოდა საპროტესტო აქცია, რომელიც დაიწყო 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით. მან ასევე ისაუბრა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რითაც ფაქტობრივად ამ საქმეში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდე 9 პირის საქმეში გააბათილა სხვა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, ეს შეეხება დანომრვის საკითხს, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების საკითხს. დავით ზეგარდელმა თქვა, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი ნომრები დატანილი ეკიპირებაზე, მხოლოდ შესაბამისი მონიშნა ჰქონდა იმისათვის, რომ არ დაეკარგა ფარი თუ ჩაფხუტი. ამ განცხადებებს, რაც ისმის სასამართლო დარბაზში ბოლო კვირების განმავლობაში 11 პირის საქმესთან დაკავშირებით, გამოიხმაურა ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და წინააღმდეგობრივი უწოდა შინაგანსაკმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის განცხადებებთან და ასევე ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს დაცვის მხარის წარმომადგენლებმაც. დღეს სასამართლოში დაიკითხა გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც ათეულის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა გარკვეულ ჯგუფს გდდ-ს თანამშრომლების. მან რამდენიმე საკითხი გამოყო, ჩვენ დაუშვით შეკითხვები, რა თქმა უნდა, ნომერთან დაკავშირებით, ვინაიდან საერთაშორისო სამართლით და შიდა სამართლებრივი რეგულაციით აუცილებელია სპეცსაზმენის ამოცნობა ხდებოდეს კონკრეტული ნომრით, თუმცა მან აბსოლუტურად განსხვავებული აზრი დააფიქსირა, ვიდრე ეს იყო სხვა გდდ-ს თანამშრომლებთან მიმართებით. მან თქვა, რომ არც მას, არც მის უფროს, არც ასეულს არ ჰქონდათ სპეციალური ნომრები გარედან. ანუ მან თქვა, რომ ზოგს ჯიბეში ჰქონდა შენახული სპეციალური ნომერი, ზოგს ჩაფხუტის შიგნით ამ ხარეს, რომელიც არის აშკარად დარღვევა. ამ ნომრის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიგოთ ვინ არის ჩაფხუტის უკან, ვინ არის ეგრეთ წოდებული მიღბის უკან. შესაბამისად, ეს უკვე იმთავითვე დარღვევაა და გახდება მათ შორის ერთ-ერთი მტკიცებულება სამომავლოდ განხორციელებულ საქმეებში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქტიური, ასე ვთქვათ, გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. პროცესებზე ვნახეთ, რომ მოვიდნენ გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ აქციაში მონაწილეობას, არ ბევრდნენ აქციის მონაწილეებს და მათ აღნიშნეს, რომ არათუ დოკუმენტები გქონდა, არათუ გქონდა ჩვენ რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, არამედ როდესაც გამოვდიოდით, დოკუმენტს ვაწერდით ხელს, სადაც აღნიშნული არის, რომ მე მაგალითად მქონდა ნომერი 6. შესაბამისად ეს ჩვენება უკვე საქმეში დევს, შესაბამისად ეს ჩვენებები უკვე ოქშიც არის დაფიქსირებული და დღეს თუ არა ხვალ ამ ჩვენებას ვერ გაიქცევს.
სხვა მეუწმე პოლიციელების მსგავსად, რომელიც ბრალდების მხარეს ყავდა წარმოდგენილი, ვერც დავით ზეგარდელმა დაასახელა იმ კონკრეტული პიროვნებების ვინაობა, ვინც არის პროევროპული საპროტესტო აქციების განმავლობაში დაკავებული და იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში. მედიას კვლავ არ ჰქონდა გადაღების საშუალება სხდომათა დარბაზში და ამასთან დაკავშირებით გუშინ არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა, რომლებიც ასევე არიან დაკავებულები პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში, გამოაცხადეს შიმშილობა. მათი მოთხოვნა არის, რომ პროცესების გასაშუქებლად მედია იყოს დაშვებული ფოტო-ვიდეო კამერებით. ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს 11 პირის საქმეზე, შემდეგი პროცესი გაიმართება ხვალ, ხოლო 8 პირის საქმეზე ორშაბათს 28 ივლისს.